7 თებერვალს 13 საათზე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ჩატარდება წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა ხაჩიძე. ქალბატონო ლელა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებელს. სრულდება როგორც ცნობილია 900 წლის თავი საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან, რომლის ხსენება დაწესებულია 8 თებერვალს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ დავით აღმაშენებელმა ისევე როგორც უფრო ადრე გრიგოლ ხანძთელმა, ხოლო შემდგომში ილია ჭავჭავაძემ ხელახლა შექმნა საქართველო. მის მეფობაში ბევრი რამ განხორციელდა სამახსოვრო და სამაგალითოც. შემოიერთა დაკარგული ტერიტორიები. ბოლო მოუღო უცხოელ დამპყრობთა თარეშს და შექმნა ისეთი სახელმწიფო, რომელიც იდეალურია ალბათ ყველა დროისათვის. როგორც მემატიანე წერს, თვით მამამან ზეცათამან უზეშთა ესყო იგი უფრო ის ყოველთა მეფეთა ქვეყანისათა. აი ეს სიტყვები დასტურია დავითის მოღვაწეობის. ილია ჭავჭავაძის სიტყვით კი მას აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს და იქ, როგორც დიდბუნებოვანმა კაცმა, წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი. ფიქრობ, ბევრი რამ არის დავითზე დაწერილი, მაგრამ ამ სიტყვებში მისი მოღვაწეობის საზრისი და არსი ზუსტად არის გადმოცემული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლელა ჩვენთან მობრძანებისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გაამახვილეთ წმინდა კეთილმსახური მეფე დავითის მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, მის როლზე ყურადღება ჩვენი საუბრის დასაწყისში და რაც შეეხება კონფერენციას, რომელზეც გვინდა რომ ვისაუბროთ, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 7 თებერვალს პარასკევს გაიმართება, თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი მომხსენებელი. სწორედ აი ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე რომ გითხრათ რამდენიმე სიტყვა და ასევე თემატიკაზე, რაც იქნება განხილული კონფერენციის ფარგლებში და რა თემებიც იქნება წარმოდგენილი. დიახ. აქ პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო ის გარემოება, რომ ყველა მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღი ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყოველთვის სათანადოდ აღინიშნება ხოლმე თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია სხვებისთვისაც. ნამდვილად. ამჟამად ჩვენს ხელთ გვაქვს პროგრამა ამ კონფერენციის, რომელსაც გახსნის სასულიერო აკადემიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიის და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. პირველი მოხსენება ეკუთვნის მის მაღალყოვლად უსამღვდელო ესობას მეუფე ანანია ჯაფარიძეს. მოხსენების თემა არის სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში. ძალიან საინტერესო. უდაოდ. ისტორიისა და თეოლოგიის დოქტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე წარმოადგენს მოხსენებას დავით აღმაშენებელი როგორც სახელმწიფო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ელდარ ბუბულაშვილის მოხსენება წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები. ჩემი მოხსენება კი დავით აღმაშენებლის ჰიმნოგრაფიულ შედევრს გალობანი სინანულისანს მიეძღვნება. როგორც ხედავთ, ამ მოხსენებებში სხვადასხვა კუთხით იქნება წარმოდგენილი ამ ჩვენი საამაყო მეფის მოღვაწეობა. ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თუნდაც მცირე ინფორმაციას ასეთი დიდი ადამიანების შესახებ. დღეს კი ჩვენს ხელთ, მისი შთამომავლების ხელთ არის თვით მის მიერ დაწერილი პოეტური აღსარება გალობანი სინანულისანი.
და სწორედ თქვენი მოხსენების თემა არის. ეს იქნება დიახ, ჩემი რაზე მოხსენების ამახვილებთ თქვენს თემა. მოხსენებაში ყურადღებას და თვითონ ამ ნაწარმოების შესახებ ვთქვათ, აი ძირითადი ალბათ მნიშვნელოვანი მომენტები რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს. შეიძლება არ ქონდეს ადამიანს ეს ნაწარმოები წაკითხული, თუმცა ნაწარმოების აღქმა იწყება უკვე სათაურიდან. და ცხადია რომ დავით აღმაშენებელი ანუ სინანულის შესახებ წერს, ხო? ანუ და არის დაკავშირებული ცოდვებთან, რომც არ ქონდეს ადამიანს ეს ნაწარმოები წაკითხული. იცით რა, მე ჩემ სტუდენტებთან ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არსებობს ნაწარმოებები, რომელთა წაკითხვის შემდეგ სხვა ხდები უკეთესი ვიდრე მის წაკითხვამდე. აი ერთ-ერთი მათგანია სწორედ დავით აღმაშენებლის ეს საგალობელი. ის ეძღვნება სინანულს, რადგან ქრისტიანულ მოძღვრებაში ყველა სხვა რელიგიასთან შედარებით და უპირატესად არის სწორედ ეს მოტივი დამუშავებული და წამყვანი. გალობანი სინანულისანი წარმოადგენს დავით მეფის სულიერ ბიოგრაფიას, მის მიერ გააზრებულ და შეჯამებულ ცხოვრებას. აი რა უნდა იყოს ამაზე უფრო სანდო და გასათვალისწინებელი. ამ საგალობლის შესახებ არსებობს გამოკვლევები და როგორც ყველა სხვა მნიშვნელოვან პრობლემას საფუძველი ამ კვლევასაც აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ ჩაუყარა. მან მაშინვე მიუთითა, რომ დავითის ეს საგალობელი მოწმობს მის საფუძვლიან საღვთისმეტყველო განათლებას. გალობანის კვლევაში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ქალბატონ ლაურა გრიგოლაშვილის ღვაწლი, რომელიც 10 წლეულების მანძილზე სწავლობდა ამ ტექსტს, ამ საგალობელს და დაწერა წიგნი, აი იმ წიგნთაგანი ნებისმიერი დროის გამოცდას რომ გაუძლებს. სხვა შორის გუში, როდესაც ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას, სწორედ ქალბატონი ლაურა გრიგოლაშვილის სტატია, ესე იგი მიჩვენა ინტერნეტმა ჯვარიბაზისაში დაბეჭდილი 1989 წელს. დაიმე თან მაქვს მისი წიგნი დავით აღმაშენებლის გალობანი სინანულისანი, რომელშიც შეაჯამა თავისი კვლევის შედეგები. რა გადმოგცემს ეს საგალობელი და რა შეგვიძლია ვთქვათ ამ უნიკალური ტექსტის შესახებ. გალობანში არ არის საუბარი თვალით სახილველ ისტორიულ მოვლენებზე. აქ გადმოცემულია ავტორის სულიერი ცხოვრება, ცოდვების უმწვავესი განცდა, ამით გამოწვეული ტრაგიზმი და ამასთან ერთად სასოება და ღვთისშეწევნის იმედი. პირველივე სტრიქონებიდან ჩვენს თვალწინ ცოცხლდება დიდი სულიერების და დიდი პიროვნული ძლიერების მქონე პიროვნება, რომლისაცაც წინაშე ქედდა დრეკილარს ყოველი, მუხლი ყოველი მოდრკების და ენაი ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა, მეცა სიტყვაო აღმსარებელსა მომხედენ. ვფიქრობ, რომ აი უკვე ეს პირველი ტროპარი უკვე ქმნის სათანადო განწყობას. არ არის შემთხვევითი, რომ მისი პირველივე სიტყვა, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის და ძალიან არის გავრცელებული ქართულ ჰიმნოგრაფიაში, რომელმან ის სიტყვა, რომლითაც იწყება ვეფხისტყაოსანი. ყველა სტრიქონი, ყველა ტროპარი არის უღრმესი თეოლოგიური ცოდნის გამომხატველი. ნებისმიერი ასეთი სტრიქონი, რომელშიც ჩანს ავტორის მიერ ბიბლიის ქრისტიანული მოძღვრების ზედმიწევნითი ცოდნა. ამ ხლა კითხვას დაისვა ცოტა ხნის წინაც და ხშირად ისმება ეს კითხვა მხატვრულ არა რა ცოდვებზე არის ახლაპარაკი. ჩამოთვლილია 100-მდე ცოდვა.
ყაენის მკვლელებრი ცნობა, სეითის ძეთალი რწება, გმირთა სიღოდით მავალობა, ხუთქალაქელთა შეგინების ამწვირე, უფრო ის ვამრავალ წილე, ვით არცა რაი აღმართ მსრბოლმა მდინარემან უკეთურებისამან. და ეს ცოდვები აი გრძელდება საგალობლის პირველი 7 გალობის მანძილზე. ამ ცოდვებს შორის ხდება ისეთი ცოდვებიც, რომლებიც არანაირად არ შეეფერება დავით მეფის რეალური ცხოვრებით ცნობილ ფაქტებს. მაგალითად, შემასმენელთანი დავიტკბენ ზრახვანი და ცრუნი განვსაჯენ მსჯავრნი, ან ცრემლი ქვრივთანი და ობოლთა ბრგუნდვილი ტირილი არა შევიწყალე. დავით მეფის ცხოვრება მატიანეს სწორედ ამის საპირისპიროს გვამცნობს. ის ყოველდღე გასცემდა საბოძვარს გაჭირებულთათვის და თუ ამას ვერ მოახერხებდაო, სულ თქმით ამბობდა, დღეს ვერა მივეც ქრისტესა, მარცხებითა ჩემთა ცოდვათაიდა. მაშ რაშია საქმე? ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები, გაიხსენეთ ანას მშვენიერი ლექსი. ქართულ მიწაწყალს რა იგადარდებს? დიახ. გალობანში საუბარი არაერთ ცოდვაზე, არა ერთხელ მომხდა რაიმე შეცოდებაზე, არამედ ცოდვათა რიგზე, რომლებიც ჩადენილია ადამიანთა მოდგმის დასაბამიდან. მკვლევართა მიერ მართებულად იქნა შენიშნული, რომ გალობანის სინანულის ავტორის ვედრება არ გულისხმობს ერთ ადამიანს. მიუხედავად სუბიექტურობისა, ამ საგალობელში საყურადღებოა ზოგად ქრისტიანული მხარე. ცოდვები, რომლებზედაც აქ არის საუბარი, ეხება არა ავტორის ბიოგრაფიის დეტალებს, არამედ კაცის ბუნებას ზოგადად. აი ეს არის ამ საგალობლის გააზრების საზრისი და რა ის არაზუსტი მიდგომა, რაც უფრო ისტორიკოსების ნაშრომებში ხდება, როცა კონკრეტულ ფაქტებს ეძებდნენ. დიახ, ანუ წმინდა მეფე დავითი წერს ზოგადად, რაც კაცობრიობას აწუხებს იმ ნებებზე და იმ ცოდვებზე და არა მხოლოდ მის პირად შეცოდებებზე. ძველი აღთქმის აი ეს ცოდვები არის გამოტანილი, შეხსენებული და ის როგორც ხელისუფალი აქ სწორად ითქვა ცოტა ხნის წინ, ორმაგ პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ბუნებით პორფირთან ერთადო, რაც ადამიანს მოეცა, მეფობის შარავანდედიც მარწმუნეო. ანუ ხელისუფალი ორმაგადაა ვალდებული, რადგან მას აი ეს პატივი და პასუხისმგებლობა ისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვა. დიახ. აქ აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, ის გარემოება, რომელზეც მიუთითა ივანე ჯავახიშვილმა და ძალზე კარგად განავითარა ქალბატონმა ლაურა გრიგოლაშვილმა. რაზეა საუბარი? დავითი თავისი ცოდვების დასახასიათებლად მიმართავს ბიბლიას. დავითის აზრთა სვლა ამ შემთხვევაში მიყვება რუის ურბნისის კრების ძეგლის წერის თეოლოგიურ-ფილოსოფიური ნაწილის თხრობას, სადაც თითქმის იმავე ბიბლიურ ცოდვებზე, თანაც იმავეთან მიმდევრობითაა საუბარი, როგორც ეს გალობანში ხდება. დავით აღმაშენებლის ინიციატივით მოწვეული რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლის წერის შესავალი ნაწილი, ისევე როგორც მთლიანად ძეგლის წერა, შედგენილი უნდა იყოს დავით მეფის უშუალო მონაწილეობით. გალობანი მსგავსია ძეგლის წერის შესავალ ნაწილში ცოდვილთათვის მოსალოდნელ სასჯელთა ჩამოთვლაშიც. დავითის ურყევინებისა და მისი მიზანმიმართული მოღვაწეობის გათვალისწინებით მტკიცე კავშირი ამ ორ ჟანრებრივად სრულიად განსხვავებულ ძეგლს შორის ლოგიკური და ბუნებრივია. იმიტომ რომ ეს არის ერთი მთლიანი, ძლიერი პიროვნების, აზროვნების და მოქმედების სიტყვის და საქმის გამოვლენა. ქალბატონ ლელა, მხატვრულ ღირებულებაზეც რამდენიმე სიტყვით რომ ბრძანოთ და ასევე ესეთი შეკითხვა ისმება ხოლმე, შესაძლებელია თუ არა გალობანის სინანულისანი მოვიაზროთ დიდი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებთა გვერდით, იმ ჰიმნოგრაფების, რომლებიც ცნობილი არიან,
სოფლიოში და საეკლესიო ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში. დიახ, მე თავიდანაც მოგახსენეთ, რომ ეს არის ჰიმნოგრაფიული შედევრი. და ამ საგალობლის ავტორი, როგორც ჰიმნოგრაფი, ისეთივე შემაღლეზია, როგორც მეფე გვირგვინოსანი, ანუ მწვერვალი. დიახ. მე-10 საუკუნეში ოდნავ გადავუხვევ ქართულმა ჰიმნოგრაფიამ ორიგინალურმა მიაღწია თავისი განვითარების მწვერვალს და მოგცა ისეთი საოცარი ადამიანები, რომელთაგან თითოეული ქმნის ეპოქას ჩვენი მწერლობის ისტორიაში: იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, იოანე ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდელი. აი ამათ შექმნეს საგანძური ქართული სასულიერო პოეზიის ორიგინალური. მე-11 საუკუნეში მოგეხსენებათ, სხვა ეტაპი იწყება ჩვენი ეკლესიის და შესაბამისად მწერლობის ისტორიაში ათონური. როდესაც ჩვენი დიდი ათონელი მამები ცდილობენ მთელი სისრულით გადმოიტანონ ქართულ ენაზე იმდროინდელი სასულიერო მწერლობა. აი დავითის მოღვაწეობის დროს დავითი კვლავ უბრუნდება აი იმ სათავეს, როდესაც ორიგინალური საგალობელი აღწევს ზენიტს და ამავე დროს ითვალისწინებს დიდ მთარგმნელობით ტრადიციას. ახლა არ არის ამაზე საუბრის დრო და საშუალება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ ეს საგალობელი კავშირშია დიდი საეკლესიო მოღვაწის და ჰიმნოგრაფის ანდრია კრიტელის დიდნი გალობანთან. და ისტორიიდან ცნობილია, რომ დავითმა საგანგებოდ სთხოვა არსენ იყალთოელს, რომ მესამე დეთარგმნა ეს საგალობელი, რაც შეიძლება ზუსტად როგორც ტექსტის, ისე მუსიკის თვალსაზრისით და მათ შორის გავლენა ნამდვილად არსებობს პირველ ყოვლისა, აი სინანულის უღრმესი განცდით. დიახ, უღრმესი მადლობა ქალბატონ ლელა, ესეთი საინტერესო კონფერენცია, სადაც თქვენ ბრძანდებით მომხსენებელი და ასევე ადამიანები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მეუფე ანანია, ბატონი სერგო ვარდოსანიძე და ბატონი ელდარ ბუბულაშვილი ჩატარდება სწორედ 7 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში და გახსნის კონფერენციას, როგორც თქვენ აღნიშნეთ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ყველა ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი ყოველთვის აღინიშნება აკადემიაში, კონფერენციით თუ სხვა ღონისძიებით და ჩვენს სხვათა შორის ყოველთვის ვაშუქებთ ხოლმე ამ ყველაფერს. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი ლელა ხაჩიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.